მერაბ ვარდოსთან ზიანი ჩვენ ეს მოგესალმებით. მოგზადით ჩვენთან. გამარჯობა. მოგესალმებით დაფასებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. აბა როგორ ხართ? კარგად გენაცვალეთ როგორ ხართ? როგორი დილა, გვიანი დილა. გადასარევი თუ დილა ქვია ამას უკვე მან ხო პრინციპში დილა. ჩვენიერი გადასარევი. კი. ნუ გვიანი დილაა ისეთია. ხო. ყველაზე კომფორტული. კი ბატონო. აბა როგორ ხარ? რა ხდება ახალი შენსკენ? რა ვიცი რა ხდება და გეტყვით ეხლა რომ ცოტა ნაბრძოლი ვარ როთარ ქართულად ნაბრძოლი ვარ და კითხებს თუ დამისმევ და ამით მასაუბრებ მირჩევნია ვიდრე მე მოგიყვე რაღაცეები იმიტომ რომ კი ბატონო მომიწია ეს დღეები ისა სუფრებმა და ასე რომ კი ბატონო კითხვა პასუხში ამოვწურებ თუ შეიძლება კი ბატონო კი ბატონო პატარა გაბრიელზე მოგვიყევი პატარა გაბრიელი ამის წინ ყავდა ამ თქვენს მაგრამ შევახსენოთ რომ მესამე შვილი შეეძინა ჩვენ მერაბს ესე იგი და წინა ორი შვილი საოცრად ღერის მაგაზეს ვისაუბრებთ მაგრამ გაბრიელი დავიწყოთ ხო და მოკლედ გაბრიელს ჰქონდა ისა ესე რომ ვთქვა დებიუტი უკვე მოახერხა მოასწრო თქვენი ტელევიზიის წყალობით და თქვენი წყალობით და არ ძალიან გახარებულები რა რომ ამ ხელა პაუზის შემდეგ ნუ შვილები დიდებია უკვე ფაქტია რა სხვაობაა რა დაოჯახებულია ნინო ესე იგი 24-ის არის ქალიშვილი და 19-ის ხდება საბა და გაბრიელი ხო და მოკეთ ვართ ესე რაღაცა სხვა ახალი ცხოვრების ფერხულში ჩაგვაყენა ესე რომ ვთქვა გაბრიელმა ახალი სიცოცხლე შემოვიდა ემოციები დაატრიალა ოჯახში და მადლობელი ვარ ამისთვის უზარმაზარი ღმერთის და თამროსი ჩემი მეუღლის რო ესე რაღაცნაირად სხვაგან აღმოჩნდით აბსოლუტურად ბედნიერების გზაზე ასე რომ ვთქვა. აი შენ როგორ თვლი მერაბ როგორი მამა ხარ? ხო, რა ვიცი, ამაზე პასუხი ალბათ უფრო იქნება უმჯობესი რომ ამას უპასუხოს შვილებმა, მაგრამ მე ვთვლი რომ არა ვარ ცუდი მამა, გამომდინარე ჩემი თქვათ რეჟიმიდან და ამ საქმეს იცი რომ ახლავს ცოტა დაუგეგმავი რაღაცეები, არ ხარ ხშირად სახლში, მაგრამ ვთვლობ რომ რა ვიცი, ვიყო მათთან ერთად და რაღაცნაირად ვიყო მათი მეგობარი პირველ რიგში რა. მამობა არ არის მარტო ჩემი აზრით რაღაცა ერქვას მამა უნდა იყოს შვილის მეგობარი და რაღაცა უნდა იყოს ისეთი გახსნილი ურთიერთობა და არანაირ დამალული მამაშვილში და მაშინ არის მამაშვილობა მე მგონი კარგი და ნორმალური. და როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ აი გაბრიელს მიმართ? თუმცა ახლა ასე ვთქვათ დიდი შვილები გყავთ და გაბრიელმა იცი როგორ არის რომ ეხა როცა ნინო და საბა გაჩნდა ამ ქვეყანაზე დაიბადნენ მაშინ მეც პატარა ვიყავი და რაღაცები არ მქონდა ბუნებრივია გააზრებული და ერთად გავიზარდეთ ჩვენ ესე გამოდის რა მეც და ჩემი ცოლ-შვილი ერთად პატარები ვიყავით 18-ის და 16-ის იყო ჩემი მეუღლე და ბუნებრივია ეხლა სხვა რაღაცას განვიცდით მამობის როგორ გითხრათ შეგრძნება და რაღაცა მშობლური ამბავი და ემოცია ეხლა უფრო დიდია და სხვანაირი ალბათ ახალს არ ვიძახი არაფერს ყველა ჩვენს რაღაცა მსგავს ოჯახებს იგივე განცდები აქვს ხოლმე როგორც მომისმენია აი დაძმის შეგრძნებები გვაინტერესებს აი როგორ შეხვდნენ დედმამიშვილს ანუ კი დიდები არიან უფრო მაგიტომ მაინტერესებს ანუ რაღაცა ხო იცი რა შეიძლება ითქვას რომ რაღაცა მშობლური ინსტინქტები ხო ინსტინქტი ერთმანეთში ის განცდა არ ქონიათ არც მათ ერთად იზრდებოდნენ 3-4 წელია მათ შორის და ახლა მზრუნველობა მეტია და სიყვარული ალბათ კიდე განსხვავებულია პატარა ძმის მიმართ და მოგეთ ესე რა ძალიან ერთობით ხო? ძალიან ერთობით კი დიდი პატარა ოჯახით კი სასწაული არის ყოველი დილა იმიტომ რომ რაღაცა ახალ რაღაცებს ავლენს გაბრიელი თავისი რაღაცა ქცევებით, გამოხედვებით, რაღაცა მანერებით, რაღაცა გაცელქებები ეწყება ეს როგორც ხდება რა ხა ეს თვალებით განიშნებს რომ ეს ვერიო უკვე თვალებით მანიშნებს რომ იქნება ისეთი ჯიგარი ბიჭი მე მგონია აი ბიჭი იქნება რა მერაბ ტრადიციების მოყვარული კაცი ხარ და ქართული სიმღერის რა ვიცი ერთ-ერთი უბადლო შემსრულებელი ხარ? არა, უბადლო რა ვთქვა, მაგრამ როგორც ყველა ერთი არა, მაგრამ იცი რა არის, შენში იგრძნობა ის პროფესიონალიზმი, რომელიც შეიძლება სხვაში არ იყოს, ხო ხტები და ეს არის სამაგალითო, ანუ შენ რასაც აკეთებ, როგორც აკეთებ, ხო ხტები და მე დარწმუნებული ვარ, ესე იგი, ამ ყველაფერს შვილებსაც უნერგავ, ხო? შვილებთან იცი როგორ იყო, რომ ეს ქართული სიმღერის სიყვარული ზოგადად ჩვენ ოჯახში იყო ტრადიციულად აი ბაბუაჩემის და კიდე იქეთ როგორც ამბობენ თაობები სულ ღეროდა ქართული სიმღერას და რაღაცა არც მე ვიყავი გამონაკლისი მე ანუ ნიჭი ქართული სიმღერის
მამასაც აქვს და ჩემს ძმასაც აქვს და უბრალოდ რაღაცა მე ეს ვაქციე მე პროფესიად და ვეღარ დავეხსენი ამ საქმეს ბავშვობიდან და თორე საბადა აი ნინოს შემთხვევაში ეხა რაღაცა ისეთი ორგანულია და მე არავის არ უკვირს ჩვენ ნათესაობაში ყოველ შემთხვევაში რომ ეს ბავშვები მღერიან, იმიტომ რომ ყველა მღეროდა ჩვენს ოჯახში რა და გენეტიკურად ბებიას და ბაბუას და ყველა აბსოლუტურად ეს ისეთი ის იყო ბუნებრივი მომენტი. ეხლა რაღაცა ამათმა ძალიან ბავშვებმა ძალიან მოინდომეს და მოიხედეს ქართული სიმღერისკენ. ალბათ ეს ასაკის ბრალი ეხლა რო იყო თქვა 14-15 მაშინ არ ქონდათ რაღაცა ესეთი მუღამი ესე რომ თქვა ბჭყალებში რა, მაგრამ ეხლა ქართული სიმღერა ურჩევნიათ მე მგონი ყველაფერს ამ ქვეყანაზე რა. ანუ მანამდე რას მღეროდნენ? ეხლა თინეიჯერის ასაკში ხო იცი რაღაცა უცხოურ მუსიკას უსმენდნენ და რაღაცა არაფერი არ ყოფილა მათი მხრიდან რაღაცა ახალი და უცხო, მაგრამ მე ველოდებოდი და ვიცოდი რომ ქართული სიმღერა მათ დაუძახებდა მაინც და მოახედებდა აქეთ ისე როგორც მოიხედეს და ხო და ალბათ შენთვის როგორც მამისთვისაც ძალიან დიდი ბედნიერება. მაგარი ეხლა ნუ ერთად რამოდენიმე სიმღერა მოუსინჯეთ და თქვა სხვა გადაცემაში წამოუყვნენ და თავიდან ცოტა ჩემი ის იყო რომ წავიდეთ რაღაცა ვიცოდი რომ კარგად მინდოდა ჩემი შულები არიან კარგად ღერიან და просто მენანებოდა რომ რაღაცა მინდოდა რომ ენახა საზოგადოებას 1-2 სიმღერით და ახლა თვითონ დაძმამ დააპირა რაღაცა ცალკე რაღაცებს აკეთებენ წერენ ამზადებენ და მე ამას გვერდიდან დავაკვირდები დიდი ინტერესით და ძალიან ერთი სიტყვით ჩართულნი არიან ამ პროცესში. კი ვეღარ შეჩერდებიან, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ რას ნიშნავს ეს საქმე, ამას მიუძღვენი მთელი ჩემი ცხოვრება რა და სწავლით და განათლებით და ყველაფრით აბსოლუტურად და იმათ შემთხვევაში მე ვიცი რომ იმღერებენ რა და როგორ იმღერებენ მე ეს განსაჯოს მსმენელმა რა. კი ბატონო. მე რა შემოქმედებას დაუბრუნდეთ და ნუ ზაფხული გვიახლოვდება მოკლედ ახალი სიმღერები, ახალი კონცერტები რამე ხო არ იგეკნება ისეთი საინტერესო. იცი რა მე ხა ორ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. და რაც შეეხება კონცერტს ეხა 26 მაისისთვის ვარ ზუგდიდის კონცერტში თუ არ ვცდები ჩასმული როგორც მითხეს და ეხა რეპეტიციები დაიწყება და ორკესტრია მე მგონი როგორც ცოცხალი ორკესტრი და აი ეს ახლო მომავალში რაც არის თქვა საკონცერტო მოლოდინი ეს მაქვს რა. სამ კვირაში ფაქტობრივად. ხო, მეტი ჯერჯერობით ზეთი არაფერი რა. დანარჩენი რაღაც ჩემთვის რაღაცებს ვაკეთებ, რაღაცებს გეგმავ, რაღაცა სიმღერებს ვარჩევ ჩემს თავში, ტვინში ვხარშავ რომ რა შეიძლება გაკეთდეს და მოკეთ რა ვიცი ამ ჩემი მიმართულებით და ყველას რა ვიცი მომღერალია ეს თუ ანსამბლია აქ თავისი რაღაცა ხაზი, თავისი სტილი. მე ვფიქრობ იმას აკეთებს ყველა და იმას ღერის ვისაც რა უხდება და რა მოდაში რა არის ამის მიხედვით მე არ მუშაობ. როგორ გრძნობენ სინამდვილეში მთელი გულით და სულით და ამას მღერიან. ხო, მე ესე მგონია, ხო რა, მეც ვერ გადავუხვი ამას და ესე მღერი ამ ჩემ რაღაცა ამ მიმართულებას ხო იცი რა ყველა რა თქმა უნდა ყველას შეუძლია იმღეროს ის რაც უნდა და რაც მოსწონს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გემოვნებიანი ქართული სიმღერა არის ძალიან რთული შესრულებელი. ხო, მე ვფიქრობ ასეა, ვიდრე შერა გინდა კიდე სხვა არის. შერა გახარებს შიგნიდან კი ბატონო. რა ვიცი, ხა მასაზე და რაღაცა საზოგადოებაზე უნდა იფიქრო, უნებრივია, მაგრამ ამ სიმღერას თქვათ, რასაც მე მღერი და რასაც ბიჭები მღერიან და მღერიან, არა მაგრად მღერიან და მიყვარს ეს ჩემი დინიხის მეგობრები არიან, კვარტეტ გულისხმობ თეატრალურს და ძალიან ბევრი სოლო მომღერალი ჩვენი მეგობრები და ბევრი რა. მადლობა უფალსო დღეს გემოვნებიანი სიმღერა რაღაცა მაინც უჭირავს კარგი თამასა და ასეც იქნება საქართველოში ყოველთვის. გენაცვალე შენ გვინდა წარმატება გისურვებ. გაიხარე ოთო. ასევე ბიჭები განაცვალე. ბევრი სიმღერა, ბევრი ახალი სიმღერა, ბევრი ახალი კონცერტი და მე მინდა გისურვო შენს, ჩემ თავსაც, ჩვენ ბიჭებსაც, ყველას ჩვენს მეგობრებს მინდა უსურვო, რომ ქართული სიმღერა უფრო მეტად დაფასებული იყოს ის გემოვნებიანი ქართული სიმღერა. რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ გვერდში ვუდგავართ. მსახურებით. გული და სული, კი ბატონო. ერთი სიმღერაც უნდა შეგვისრულო. კარგი, ეხლა შევასრულებ მე ნატო თოთებაძის სიმღერაა ეს და ნატოს მოვიკითხავ. ვერ მოგეფერი ასე ქვია ამ სიმღერას. კი ბატონო. მე მგონი ის ადამიანები ისე ცხოვრობ ჩვენ, რომ ყველას ვერ ვახერხებთ მოვეფეროთ რა. და მე ამ სიმღერით თუ იმას დავაკელი მოფერება, ამით მინდა რომ უთხრა რა. ხო. მე რა გვარდოს საინზე გვიან დილის სცენას.